51 ფრაზულის მნა უკვე არის go by. Go ვიცით რომ ნიშნავს წასვლას, მაგრამ აი უკვე go by ნიშნავს დროის გასვლას. მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ last year went by so fast. Last year went by so fast. გასული წელი გავიდა ისე სწრაფად. Last year went by so fast. ანუ go by ნიშნავს დროის გასვლას. შემდეგი ფრაზულის მნა არის go on, რაც ნიშნავს მოხდენას. მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ what's going on here? რა ხდება აქ? რა ხდება? What's going on here? რა ხდება აქ? ანუ go on ნიშნავს მოხდენას. და შემდეგი არის go away, რაც ნიშნავს ადგილის დატოვებას, მიტოვებას, წასვლას. მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ please go away and leave me alone. გთხოვ, წადი და დამტოვე მარტო. ანუ go away ნიშნავს წასვლას, ადგილის ან ვინმეს მიტოვებას. და შემდეგი უკვე არის go back, რაც ნიშნავს რაიმე კონკრეტულ ადგილზე უკან დაბრუნებას. მაგალითად, I have to go back home. მე უნდა დავბრუნდე სახლში, მე უკან სახლში უნდა დავბრუნდე. I have to go back home. ანუ go back ნიშნავს რაიმე კონკრეტულ ადგილას უკან დაბრუნებას, ანუ უკან წასვლას. და 55 ფრაზულის მნა უკვე არის go ahead, რაც ნიშნავს რაიმეს კეთების დაწყებას ან გაგრძელებას და ხშირად go ahead ითარგმნება ქართულად ისე როგორც მიდი, მიდი, აი ეს არის go ahead. მაგალითად, როდესაც ვამბობთ go ahead, eat your soup, მიდი, ჭამე შენი წვნიანი. Go ahead, eat your soup, მიდი, ჭამე შენი წვნიანი. ანუ go ahead ნიშნავს რაიმეს დაწყებას ან რაიმეს გაგრძელებას და ის ხშირად ქართულად ითარგმნება როგორც მიდი, okay? 56 ფრაზულის მნა არის go for, რაც ნიშნავს რაიმეს მიღების მცდელობას, რაიმეს აღების მცდელობას ან რაიმეს მიღწევის მცდელობას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ our team will go for the gold medal. Our team will go for the gold medal. რომ ჩვენი გუნდი შეეცდება რომ აიღოს ოქროს მედალი. ჩვენი გუნდი შეეცდება ოქროს მედლის აღებას. ანუ go for ნიშნავს მცდელობას რომ რაიმე აიღო, რაიმე მიიღო, რაიმე შედეგს მიაღწიო. და 57 ფრაზულის მნა არის go off, რომელსაც აქვს ორი ძირითადი მნიშვნელობა. პირველი ეს არის აფეთქება. მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ the bomb went off at the park, რომ ბომბი აფეთქდა პარკთან. The bomb went off at the park. ბომბი აფეთქდა პარკთან და მეორე go off ასევე ნიშნავს საჭმლის ან რაიმე სასმელის გაფუჭებას. მაგალითად, milk went off so quickly in hot weather. Milk went off so quickly in hot weather. რძე ისეთი სწრაფად გაფუჭდა ცხელ ამინდში. Milk went off so quickly in hot weather. ანუ go off ის პირველი მნიშვნელობა არის აფეთქება და მისი მეორე მნიშვნელობა უკვე არის საჭმლის ან სასმელის გაფუჭება. და 58 ფრაზულის მნა უკვე არის go after somebody, რაც ნიშნავს ვინმეს გადევნებას, ვინმეს გაკიდებას. მაგალითად, როდესაც ვამბობ რომ ჩემი ძმა გაეკიდა ქურდს, ჩემი ძმა გაედევნა ქურდს, ეს იქნება ასე my brother went after the thief. My brother went after the thief. ანუ go after somebody ნიშნავს ვინმეს გაკიდებას, ვინმეს გადევნებას. ხოლო go after something უკვე ნიშნავს რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევის მცდელობას, რაიმე მიზნის გაყოლას, ან რაიმე ოცნების გაყოლას, ამოცნებისთვის წინსვლას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ
I went after my dream and now I am a dancer. რომ მე გავყევი ჩემს ოცნებას, რომ მე მივყევი ჩემს ოცნებას და ახლა მე ვარ მოცეკვავე. I went after my dream and now I am a dancer. მე მივყევი ჩემს ოცნებას და ახლა მე ვარ მოცეკვავე. ან ნახეთ, go after somebody ნიშნავს გადევნებას, გაკიდებას, ხოლო go after ნიშნავს რაიმე კონკრეტული მიზნისთვის მიღწევის მცდელობას, რაიმე კონკრეტული მიზნის მიყოლას. შემდეგი ფრაზულის მნა უკვე არის go against, რაც ნიშნავს დაპირისპირებას. მაგალითად, we are going against the best football team. We are going against the best football team. ჩვენ ვუპირისპირდებით საუკეთესო ფეხბურთის გუნდს. ანუ go against ნიშნავს დაპირისპირებას. და მესამოცე ფრაზულის მნა უკვე არის go out, რაც ნიშნავს გარეთ გასართობად გასვლას, მაგალითად გარეთ სადილად ან ვახშმად გასვლას, ან უბრალოდ გარეთ გასვლას, იმიტომ რომ რაიმე ღონისძიებას უნდა დავესწროთ. ანუ go out ნიშნავს სახლიდან გარეთ რაიმე გასართობი მიზეზით გასვლას. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ tonight we are going out for a dinner. ამაღამ ჩვენ გარეთ გავდივართ სადილად, ამაღამ ჩვენ მივდივართ სადილად. Tonight we are going out for a dinner. ანუ go out ნიშნავს გარეთ გასვლას, სახლიდან გარეთ გასვლას, გასართობად გარეთ გასვლას.